მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი და ლუკა სპეციალურად მოვიწვია იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთ ძალიან საჭირო თემაზე. ჩემი აზრით, ეს არის სკოლაში უნიფორმების შემოღება და მე და ლუკა შევეცდებით, რომ აი ამ თემაზე ვისაუბროთ, დავდოთ არგუმენტებიც, ვისაუბროთ კონტრარგუმენტებზეც და ალბათ კომენტარებში თქვენს გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას და შემოგვაშველებთ არგუმენტებსაც და კონტრარგუმენტებსაც. მე ძალიან ხშირად მომისმენია, ანუ ხშირად რა, პრინციპში რაც ეს პრობლემა და წამოიჭრა უნიფორმების საკითხი და გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, რომ დაწყებით სკოლებში ყოფილიყო უნიფორმები, ყველა პოზიცია მომისმენია, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ვარ ადამიანი და ჩემსავით ალბათ ჩემი თაობის ბევრი ადამიანი, რომელსაც უნიფორმების ტარება საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი და გარდა თეორიული განაზრებებისა, უბრალოდ შევეცდებით, რომ რაღაცა ჩვენს ემპირიულ გამოცდილებასაც დავეყრდნოთ, ხო? დიდი მადლობა ლუკა მოსვლისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის ჩემთვის რა სასიამოვნოა აქ მოსვლა და საუბარი. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სტუმარი და რესპონდენტი ხარ, თან თუ გავითვალისწინებთ წინა გამოცდილებებს ურთიერთობის დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო შენი ვიზიტი და ის მასტერკლასები, რაც ჩვენთან ჩაატარე. ლუკა, საიდან დავიწყოთ? მე ალბათ დავიწყებდი კი არა და მაგაზე ფიქრს, როცა დავიწყე ამ უნიფორმებზე ფიქრი, პირველი რაც თავში ამომიტივდა ძველი ბერძნული მითია, თქვენს გეცოდინება და მაყურებელსაც, მაგრამ მაინც ორი სიტყვით მოვყვები, პროკრუსტეს სარეცელი. ეს არის, მოკლედ სიუჟეტი არის ასეთი, რომ არის ეს პროკრუსტე, რომელიც არის ავაზაკი და აქვს დიდი საწოლი, ტყეში, ქოხში დადგმული და ვინც გაივლის და გამოივლის ღვთაურებს იჭერს, დააწვეს ამ საწოლზე და თუ ეს ადამიანი დიდია, აუცილებლად გადაჭრის, რომ საწოლის ზომაზე იყოს და თუ პატარაა, გაჭიმავს, რომ აი ამ საწოლის ზომაზე დააყენოს და მე ვთვლიდი, რომ აი მთელი საბჭოთა კავშირი იყო ეს ადამიანების პროკრუსტეს სარეცელზე დაწოლა, იმიტომ რომ ყველას უნდა ყოფილიყო ერთნაირი, ყველას უნდა ქონოდა ერთნაირი გარემო, ერთნაირი რაც უნდა დაესვენათ, ერთნაირი საძინებლები, ხოლოჯები ერთნაირი და კაბებიც კი ერთნაირი შეიძლება რა ყოფილიყო, იცი რაღაცა აი ეს შემოკერებულ ნაოჭებში ყოფილიყო რაღაცა განსხვავება, ისიც მკერავით რაიმე ინიციატივას გამოიჩენა. და იცით რა არის, მე აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვინც ამბობენ, რომ ძალიან კარგია უნიფორმა, რომ აი ამ სოციალურ უთანასწორობას თითქოს გადაფარავს და გადავარცხნის ამას, მაგრამ არის მეორე ამბავი. ეს არის თანასწორობა თუ ეს არის თანაბრობა, ხო? თანასწორობა კარგია, აი თანაბრობა და ყველაზე თარგზე მოჭრა არ არის კარგი და მოდი რაღაცა აი ამ კონტექსტში ვისაუბროთ და დავდოთ, ხო, არგუმენტებიც და კონტრარგუმენტებიც, ანუ აი რითი არის კარგი და რითი არის ცუდი. თან უნდა აღვნიშნოთ, ლუკა, რა არის საინტერესო, რომ მხოლოდ მე-6 კლასის ჩათვლით, ანუ დაწყებითების პირობებში ხდება ეს და მაღალ კლასებში არ არის, იმიტომ რომ როგორ ფიქრობ, მაღალ კლასელები ჩაიცვამდნენ უნიფორმას ჩაიცვამდნენ. ხო, ალბათ უფრო მეტი პროტესტი იქნებოდა მეორე საფეხურის და მესამე საფეხურის მოსწავლეებისგან და ალბათ იწყებენ ასე, ან შეიძლება საერთოდ დატოვონ კიდეც არ გამოურიცხავ და მარტო მე-6 კლასამდე დარჩეს საბოლოო ჯამში ეს უნიფორმები, მაგრამ ალბათ კიდევ ის ეჭვი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ იმიტომ არის მიღებული მე-6 კლასამდე, რომ ვთქვათ, პროტესტი მოყვება უფრო მაღალი კლასებისგან, არამედ მანდ არის რა ფსიქოლოგიური მომენტიც, რომ აი მე-7, მე-8 კლასიდან უფრო იწყება ეს თვითგამოხატვა, უფრო აი ესე რომ ვთქვათ, ძაფრად დგება რა ადამიანის ცხოვრებაში ვიდრე მანამდე ვთქვათ და შეიძლება იქ უფრო აძლევენ ახლა მოსწავლეებს ამის თავისუფლებას, რომ ჩაცმულობით რაღაცა გამოხატო შენი პიროვნება, შენი შინაგანი სამყარო. მოკლედ ცოტა ისეთია რა, დამაბნეველია. მაგრამ ხო დიდი ალბათობით პროტესტის ამბავია რა ამან და
უფრო მაღალი კლასებისგან მოყვება პროტესტი. დაბალი კლასის მოსწავლეები ალბათ უფრო დაემორჩილებიან მარტივად მშობლების გადაწყვეტილებას, უფროსების გადაწყვეტილებას, როგორც ხდება მოკლედ. არა მარტო ჩვენთან, ყველგან ალბათ რა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა ნახე ხშირად ამბობენ იმასაც, რომ აი მაგალითად ხანდახან არის რომ ყველა სკოლას, აი კერძო სკოლებსაც აქვს საკუთარი უნიფორმები, ხო? აი არის ჩვენს ქალაქშიც არის ხო რამდენიმე სკოლა საკუთარი რაღაცა ნიშანი აქვს მაიდენტიფიცირებელი ხო რომ თქვა ამ სკოლის მოსწავლეა და რაღაცა ის თითქოს და სტატუსის მაჩვენებელია ხო შეიძლება ხო ეს ისა უნიფორმა და ამ შემთხვევაში მარტო სტატუსისაც არა ანუ აი მაგალითად აი რო ვთქვით ახლა რომ რაღაცა დადებითიც აქვს და ყველა ვარიანტში უარყოფითი აქვს ხო რო გავყვეთ ახლა მაგას რა, ანუ რა დადებითი და რა უპირატესობა აქვს და რა ნაკლი აქვს, ხო? უპირატესობა აქვს, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი თავარი უპირატესობა რაც აქვს, ეს არის ნუ ერთი რა თქმა უნდა, ეს თანასწორობის მომენტი, რაც არის თავარი არგუმენტი, მაგრამ მე უფრო ვთვლი, რომ არის მიკუთვნებულობის განცდა. იმიტომ რომ როცა შენ თქვათ სკოლის ერთ-ერთი თავარი მიზანი რა არის ხო სოციალიზაცია მოხდეს ხო ანუ არა მხოლოდ ესე იგი რაღაცები ინფორმაციები დააგროვა არამედ შენ რაღაც სოციალური უნარები გამოიმუშაო მეგობრები გაიჩინო და ისწავლო საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა ხო და ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ რაღაც ჯგუფთან გქონდეს და ხშირ შემთხვევაში კარგია თანატოლებთან თუ გექნება ეს მიკუთვნებულობის განცდა რომ შენც ამ ჯგუფის ნაწილი ხარ და ნუ უნიფორმები ანუ აი მაგალითად ფეხბურთში ეგრეა ხო აი მაგალითად ერთ გუნდს ერთი ფორმაცია, მეორე გუნდს მეორე ფორმაცია, ხო და სხვა სპორტის სახეობაში და ასე შემდეგ. ხო, აი, როცა ადამიანები რაღაცა ერთიანდებიან და ერთი ჩაცმულობა აქვთ, განსაკუთრებით პატარაობაში, უფრო გვიჩნდება იმ ჯგუფის მიმართ მიკუთვნებულობის განცდა, რომ იმ ჯგუფის ნაწილად არ ვართ გარიყული მაგალითად და ამას ხელს უწყობს. ეს ერთ-ერთი დადებითი მოკლედ მომენტია. მაგრამ და კიდევ ერთ-ერთი შეიძლება ისიც არის, რომ ნაკლებად გახდები ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ მეორე момენტიც არის მანდ რომ ეს უნიფორმა ვერ აღმოფხრის ბულინგის პრობლემას. მაგ ვეღარ გამოყვები. და რატო ვერ გამოყვები, კეთყვით. აი მეც სკოლის ფორმების პერიოდში ვისწავლე სკოლაში, ხო? და ხო იყო რა თქვა რაღაცა ის საზესხარი ყავისფერი კაბები და ზემოდან შავი წინსაფრები და არსებობდა წინსაფრები, რომელიც ჩამოქონდათ მოსკოვიდან. ნავაროჩენი და კიდე სხვანაირი გვირისტები ქონდა და ფაიბე ისე მომწონდა ისა რომ აი ის ერთი გვირისტი რომელიც იყო განსხვავებული ისე ყვიროდა რომ უკვე სტატუსის მაჩვენებელი იყო და იქ უკვე ირღვეოდა თანაბრობა ან კიდე აი ხო ყველას ერთნაირი რაღაცები ქონდა მაგრამ იყვნენ რაღაცა მეზღვაურის შვილები რომელთაც ქონდათ ყვითელი ბიგის კალმები მახსოვს რომ კი ეხლა ტელეფონიც იქნება რა ანუ უნიფორმა არ იქნება ტელეფონი იქნება ფეხსაცმელი იქნება ჩვენ გვინდა ამითი რომ ბავშვები გავათანაბროთ ეს არ არის საშუალება მე რა მგონია იცი ხო არ ჯობია რომ აი ამ ფორმით ბავშვები ამ სახით ბავშვების გათანაბრებას იმაზე ვიფიქროთ რომ ბავშვებმა სხვა ისეთი ღირებულებებზე დააყენონ თავიანთი დამოკიდებულება რომ მათთვის ეს ნაჭერი ძონძი იყოს მეორე ხარისხოვანი და ეს არ იყოს მნიშვნელოვანი და ამით ერთმანეთს არ გაეჯიბრონ ამ ღირებულებების დამკვიდრება ხო არ ჯობია. რა თქმა უნდა, ეგ არის თავარი ხო, ქვაკუთხედი ეგ უნდა იყოს და ეს ჩაცმა ალბათ უფრო ზედაპირულია და მეორე ხარისხოვანია, ვინ რას ჩაიცმევს და მაგრამ მეორე მხრივ, ეხლა მაგ ჩაცმაზეც რო ვთქვათ, ხო? კი მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ისიც არის რომ ვინაი ყველას თუ ერთნაირი ვთქვათ ფორმა ეცმება, ხო? ტანსაცმელზე ხო მაინც აღარ იქნება დიდი ალბათობით უკვე ეს რაღაც ბულინგის მომენტი, ხო? ანუ ეგ მომენტიც არის რა, ანუ კი ბულინგს ვერ აღმოფხრის, გასაგებია და სხვა რაღაცით იქნება სტატუსის დაჭერა, რომ ვიღაცა უფრო მაღალი სტატუსისა ვიღაცა დაბალი, მაგრამ ტანსაცმელზე მაინც შეიძლება აღმოფხვრას და მოდი ვთქვათ, რომ ეგ ცუდი არ არის, კარგი თუ არ არის, ცუდი არ არის მაგ ხრივ, მაგრამ ეხლა რა არის მანდ ესე იგი ნაკლი ამის ხო? ნაკლი არის ეს რომ მოდი საერთოდ აი შორს რო წავიდეთ კიდე უფრო აქედან მოვყვები რომ საერთოდ ამ უნიფორმას აქვს თავარი მომენტი ის არის რომ რა კონტექსტში ხდება ეს
თავარი არის ეგ. და რამხრივ ვამბობ ამას. რო გადავავლოთ თვალი ქვეყნების მაგალითებს და ვის აქვს ეს უნიფორმები და ვის არ აქვს, ხო? და მოდი მაგასაც რო დავაკვირდეთ, რატომ აქვს იმას, ვისაც აქვს და რატომ არ აქვს იმას, ვისაც არ აქვს, ხო? ვისაც აქვს, რა ქვეყნებია ხა დაახლოებით ეგ, ხო? საჯარო სკოლებს ვამბობ, ხო? ესაა მაგალითად ვიცით, რომ ინგლისი, მანდ არის იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, თუ სწორად მახსოვს და უფრო აზიის ქვეყნებია. და ვისაც არ აქვს უნიფორმა, ესაა გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები და საფრანგეთი. ფინელებს აქვთ უნიფორმა? აუ, ფინელებზე არ მახსოვს, სიმართლე ვთქვა, დიდი ალბათობით არ აქვთ, ხო. და რა არის ხა ამის, ესე რომ ვთქვათ, განაპირობებელი ფაქტორი, ხო? ერთ-ერთი თავარი არის კონტექსტი, ანუ რომელ სახელმწიფოს როგორი, ესე რომ ვთქვათ, თაობა უნდა რომ აღზარდოს, ხო? ანუ როგორი მოქალაქე უნდა რომ აღზარდოს, ხო? ვიღაცას, ანუ დასავლეთის ქვეყნებს უფრო მეტად ხედავთ, რომ ინგლისის გამოკლებით ვთქვათ, უფრო მეტად და ინგლისში მე მგონია, რომ უფრო ეგ ტრადიციის ამბავია, ვიდრე ვთქვათ, რაღაცა ღირებულებითი, ხო, ღირებულებით, კათოლიკური იმიდან მოდის უფრო ეგ ტრადიცია და ვიცით ეგენი რა კონსერვატორებიც არიან და ხანდახან შეიძლება უფრო ხელი შემშლელია ამ ტრადიციების დაცვა, მაგრამ მაინც იცავენ. ხო, მეფის ოჯახს ნახავენ იმის გამო, რომ ტრადიციას ინარჩუნებენ. და აქ ამ ქვეყნებში არის ღირებულებითი ამბავი. ანუ ამ სახელმწიფოს, რომელსაც თქვათ, არ აქვს ეს უნიფორმა, იმ სახელმწიფოში დაპრიორიტეტებული არის რა? ინდივიდუალიზმი, ხო? და იმ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს უნიფორმა, იმ სახელმწიფოს უფრო აქვს დაპრიორიტეტებული ეს თანაბრობა, კოლექტიური სოფლხედველობა, ხო? სოფლშეგრძნება რაღაცა და ბუნებრივია, რომ აზიის ქვეყნებში ეგ უფრო დომინანტობს. ჩვენ ეგ უნდა გავარკვიოთ, უნიფორმისგან უნდა დავიწყოთ. ხო, ანუ ეგ უნდა გავარკვიოთ, რომ რა გვინდა, ანუ რა მიმართულებით მივდივართ. აი რაღაცა, აი ბუნებრივია ხა ამ კითხვას რო ვსვამ, იმას კი ვხვდები, რომ ყველა ვერ შევთანხმდებით. ხო, რომ აი რა ვიცი, ინდივიდუალიზმი გვინდა, უფრო თუ რაღაცა თანასწორობაზე და რაღაცა და კოლექტიური აზროვნებაზე, რაღაცა ორიენტირებული ახალგაზრდები გვინდა, რომ აღზარდოთ, ხო? ვიცი, რომ ყველა ვერ შევთანხმდებით, მაგრამ რაღაცა კონსენსუსი უნდა იყოს, მე მგონი, ხო, საზოგადოებაში, ასე თუ ისე, ან რა ვიცი, ხელისუფლება სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რაღაც, ხო? ჩვენთან არის ეგ ყველაფერი შეზელილი ერთმანეთში. და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ, რა, რომ ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე რაღაცა ჯგუფი საზოგადოების გამოდის და ძალიან მწვავედ აკრიტიკებს, რაღაცა ჯგუფი, მოკლედ, ძალიან იცავს და არგუმენტები არ არის რაღაცა ზედაპირზე ტივტივია ძირითადად, რა. და ეგ უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიდრე უნიფორმა ეცმება თუ არ ეცმება რა ბავშვს. იმიტომ რომ მთავარი მომენტი ეგ არის, რომ რა გვინდა საერთოდ, როგორი მოქალაქე გვინდა რომ აღზარდოთ. და სკოლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ეგ არის რა. სოციალიზაცია, ურთიერთობებზე დაფუძნებული, ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, მაგრამ ეს ახლა როგორი რაღაც არის, იცით, ასე კაჭკაჭივით კი ვიძახით ამ ფრაზებს, ხო, ასე წამოსწროლილად, მაგრამ როგორ ხორციელდება ეს არის ძალიან რთული რაღაცა ფსიქოლოგიური წიაღისვლები ჭირდება ამას და ძალიან გააზრებული მენეჯმენტი, რომ მოახერხო ის, რომ აღზარდო თავისუფალი, ხანდახან ახლა როგორა, როცა შენ აანონსებ, რომ გჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული აზროვნების მატარებელი ადამიანი, ხო? ხო, ეს გვიწერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ხო? და თუ ასეთი ადამიანი გჭირდება, აი როგორ ათავსებ მაშინ ამ უნიფორმასთან, როგორ ათავსებ იმასთან, რომ 29 ბავშვთან ერთი მასწავლებელია, ისიც იცულებულია, რომ რა ვიცი, სულ იყვიროს და რაღაცა დაძაბული იყოს და 29 ბავშვთან ერთი მასწავლებელი იმის ნაცვლად, რომ თქვათ რაღაცა სხვა აქცენტები გაკეთდეს და მასწავლებლებს სხვანაირად დაეხმარონ, ეხა ეს რა ის არის, ერთნაირი ადამიანების სახეები და ერთნაირად ჩაცმული ადამიანების გამომეტყველება, რატო არის ვინმესთვის შეღავათი, ხო, ამას ვერ ვიგებ. ხო, აი, ნახე, კიდევ უფრო შორს რო წავიდე, ხო? უფრო აი განათლების სისტემასაც რო გავცდეთ, რა. და უფრო კონტექსტზე რო გავაკეთოთ აქცენტი, ხა თან ვინაიდან უფრო მაგალითად ფსიქოლოგი ვარ და არა რაღაცა განათლების სპეციალისტი, ხო? ჩემი პროფესიიდანაც რო შევხედო ამ მოცემულობას, ხო? ხო. იმიტომ რომ იქით არ ვარ უფრო კომპეტენტური და აქით რაშიც ვარ შედარებით, იქიდან შევეცდები რომ ვისაუბრე. ნახე,
ეგ არა მხოლოდ, ესე იგი, განათლების, ესე რომ ვთქვათ, სისტემის პრობლემა, არამედ ჩვენი საზოგადოების პრობლემაც არის რა. რას გულისხმობ ახლა ვიტყვი. ანუ ოჯახებიდანაც მოდის ეგ პრობლემა. ოჯახებიდან იმ ხრივ, რომ ესე იგი, ჩვენ გვაქვს ახლა როგორი მომენტი, იცი? აი მაგალითად ავიღოთ იაპონიის შემთხვევა. აი ანთროპოლოგებს უწერიათ ეგ ძალიან კარგად რა, რომ იაპონიაში რო ავიღოთ მაგალითად 3 ქალაქი. და ამ 3 ქალაქის მაცხოვრებლები შემთხვევითობის პრინციპით რო შევარჩიოთ მშობლები და რო ვკითხოთ დაახლოებით აი რაღაც ბაზისური კითხვები რო დაუსვათ, როგორი შვილი როგორ გინდა რომ აღზარდო, რა ღირებულებებზე გინდა რომ გაიზარდოს, ხო? ძირითადად ვიცით რომ იაპონიაში იქნება ერთი და იგივე პასუხები. შრომის მოყვა. კი, ანუ ვიცით რა იქ რა ხდება. ჩვენთან აი ეგ არის სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ არათუ სხვადასხვა 3 ქალაქში რო ავიღოთ, ერთ კორპუსში რო ავიღოთ 3 ოჯახი, ერთ კორპუსში შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცა მიმართულებები რა. მაგაში ტრაგედიასაც ვერ ხედავ, მაგრამ იცი რა, როდესაც ასეთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი გვახასიათებს. ხო და მაშინ თუ ეგ გვინდა, ანუ თუ ვიცით რომ ანუ საზოგადოებისგან დაკვეთა თუ გვაქვს ეგ რომ აი მომწიფებული თუ არა და ჩვენი საზოგადოება თუ ვიცით ანუ რომ არის მკვეთრად ინდივიდუალიზმისკენ, ხო? კი ბატონო. Რაღაც გვინდა მაშინ ეს უნიფორმები, ხო? მაშინ პირიქით უნდა შეუწყოს ხელი განათლების სისტემას, აი ინდივიდუალიზმს, თვითგამოხატვას, ხო? Პირიქით აი ამ უნიკალურობაზე ხაზგასმა უნდა იყოს და მაქსიმალურად ამისკენ უნდა იყოს მიმართულება, მაგრამ აი მე ვერ ვხვდები საერთოდ ჩვენ სად ვართ. ხო და ეხლა ნახე, ცოტა ხო არ ვეწინააღმდეგებით წინა მოსაზრებას, რომ აი ჩვენ ხო ვთქვით, რომ მაღალ კლასებში ალბათ არ ჩაიცვენენ ბავშვები და წინააღმდეგობას გაწევდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილება არის ამ ინდივიდუალიზმზე და არავის არ უნდა ეს ერთნაირად გამოყურება და ეს მით უმეტეს პუბერტეტის ასაკში, როცა გარდატეხის ასაკი აქვს ბავშვებს, როდესაც ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ მე და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს და როცა ჭირდება რაღაცა ამ ყველაფერს ამ შინაგან სამყაროს რაღაცა ვიზუალური გამოხატულება ჭირდება, პროტესტის გამოხატვა ჭირდება, იმიტომ რომ ამ ასაკში ძირითადად აპროტესტებენ რაღაცას, რატო ვუკლავთ ამ ბავშვებს ამის შესაძლებლობას, ეს კიდე მეორე ამბავია. ხო, ეგ არ უნდა შეუზღუდოთ, რა თქმა უნდა, მაგის რაღაცა პროტესტის პირიქით სურვილი, ხო, მაგრამ ნახე, იმაში გეთანხმები, რომ მაღალ კლასებში უფრო მეტი იქნება ბუნებრივია პროტესტი, ხო? მაგრამ ეხლა ჩემი ის რო გავიხსენო, მაგალითად, ჩემი გამოცდილება, აი მე ხო ვთქვი, აი რომ ანუ ორჯერ იყო მცდელობა. ანუ ჩემს მოსწავლეობის დროს ორჯერ იყო, მე მგონი სკოლის გადაწყვეტილება იყო ეგ უშუალოდ და არა რაღაცა განათლების სისტემიდან არ მოდიოდა, სამინისტროდან არ მოდიოდა ეგ მოთხოვნა, რომ გვეცვას რაღაცა უნიფორმები, ნუ მოკლედ. მაგრამ იქ პრობლემა რაც მახსოვს მე ხა პირადად მე რაც მახსოვს იყო ის რომ არ იყო ჯერ ერთი რაღაცა მოდი ვთქვათ ლამაზი ეგ ფორმა, მეორე იყო ის რომ რაც იყო შეკვეთილი იყო რაღაც ძალიან დიდი ზომების, სასაცილო იყო უბრალოდ იმის ჩაცმა და აი ეგ რაღაცეები რომ მოწესრიგებული ყოფილიყო, აი მაგ შემთხვევაში არ ვიცი იქნებოდა თუ არა პროტესტი. ანუ კარგი ფორმები რო ხონდა. აი არ ვიცი რა, ანუ აი ვერ ვიტყვი დარწმუნებით რომ აუცილებლად იქნებოდა პროტესტი. რაც არ უნდა კარგი ფორმა იყოს და რაც არ უნდა კარგი მოდელი იყოს. იარსებებს ესეთი მოდელი ყველას რომ მოეწონება? არა, რა თქმა უნდა, არ იარსებებს, მაგრამ მეორე მხრივ ის არის რომ სკოლაში რაღაც მხრივ შეიძლება უნდა ისწავლოს მოსწავლემ ალბათ, ეგ მომენტია მაგ უნიფორმაში რომ უნდა ისწავლოს რაღაცა წესების, ესე ვთქვათ, დამორჩილება წესებისადმი, ხო, რაღაცა რომ რაღაცა შეთანხმებები არსებობს, ნორმები არსებობს და მაგრამ ეხლა ნახე რა არ მომწონს კიდე. შეთანხმება ნიშნავს რას, რომ მე აი მაგალითად მოვიყვანე ქალაქის რომელიღაცა პირველია მეორეა თუმცა რომელიღაცა სკოლაში ბავშვი, პირველ კლასში და ვიცი რომ არ არის არც უნიფორმა მოეთხოვება არც არაფერი და უცებ მეორე კლასიდან აღმოჩნდა რომ ამ ბავშვს უკვე თხოვ. იცი რა არის? როდესაც იწყება და შენი რაღაც ამ იქ ზეპირი თუ წერილობითი ხელშეკრულება იდება სკოლასთან, ხო? შენ იქ-იქ წესებს ეუბნები ჰოს.
ხო. და როდესაც ეს წესი იცვლება, ეს წესი მინიმუმ შეთანხმებული ხო უნდა იყოს. ანუ მიყავს იქითკენ რომ არ არის შეთანხმებული. რა თქმა უნდა არ არის შეთანხმებული, იმიტომ რომ ამ ადამიანი მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც აპროტესტებს ამას. და ბოლოსკენ შემოვინახე ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს და არა მხოლოდ მე, რომ არსებობს რაღაცა ძალები, რომელსაც აინტერესებს, რომ თვითონ იყვნენ შემსრულებლები ამ უნიფორმების და უკვე გამზადებული აქვთ საწარმოები და ვიღაცა ძალიან კარგ ბიზნესს აწყობს ამაზე, იმიტომ რომ ეს ხო მშობლების შესაკერია და მშობლებმა უნდა შეუკერონ, ხო, ეს საფორმები. და სადღაც ეძახიან, რომ ჯერ 200 ლარი თქვეს და მე 100 ლარი ჯდებაო. და ახლა ფორმა ალბათ ერთი ფორმა არ იქნება, ორი ფორმა მინიმუმ უნდა იყოს, ხო? ერთი ზაფხულის, ანუ პროდემის სეზონის და მეორე ზამთრის და იმ ზამთარში ერთი და იგივე ფორმა ხო არა, ხო უნდა ერთი გეს ხო არ ჩაითვეს ბავშვისო. ხო უნდა გამოუცვალო, არა? ანუ შესაძლებელი ჭირდება, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 4 ფორმა ჭირდება, ხო, ბავშვს? კი, და ეგ ცალკე პრობლემაა, რომ შობელს უწევს ამის, ესე რომ ვთქვათ, შეძენა და არა სახელმწიფო უზრუნველყოფს ამას. არა, სახელმწიფოსაც რო გაეკეთებია, ეგეც პრობლემა იქნებოდა, იმიტომ რომ სახელმწიფო რა თავის ფული რა ჩვენ ბულს ხარჯავს, ხო? არა, მე გულისხმობ, რომ მაგალითად წიგნებს ხო უზრუნველყოფს რა და ისიც ჩვენი ფულია. არა, ხო და მაგას ვამბობ, რომ ანუ შობელმა კი არ უნდა გადაიხადოს თქო, ანუ ეგ ცალკე პრობლემაა, რომ შობელს არ უნდა უწევდეს მაგ თქვათ უნიფორმის კიდევ აქეთ ან ფულის გადახდა მაგაში რა. ეს წიგნები კიდე სახელმწიფოებიც არ კი სინამდვილეში იმასაც ჩვენ ვიხდით და თან უვარგის, აბსოლუტურად უვარგის, რომელიც არანაირი ის არ არის. კონსენსუსი არ შემდგარა ამა თუ იმაზე, ვინ წყვეტს ამ სახელმწიფოების გრიფებს. ძალიან ისეთი გაუგებარი ამბავია. ისეთ სახელმწიფოები ვნახე, რომ ალბათ დავდებ ამ დღეებში სოციალურ ქსელში, რომ აი დანაშაულია იმისი არსებობა. ისტორიის წიგნში რუსეთი როგორც მტერი არ არის ნახსენები. რუსეთი, მაგრამ დაანგრია სვანეთში, სვანური კოშკები 1866 წელს. ტერმა დაანგრიაო წერია, მაგრამ ეს ტერი რუსეთი სახელდებული არა. სახელდებული არ არის და ბავშვები იძახიან მტერმა დაანგრია, მტერმა, ვინ არის მტერი ვეუბნები და ამუნია. შევხედე წიგნში არ წერია, რომ მტერი ვინ არის, რაღაც ეგეთი აბსტრაქტული მტერი არსებობს და ანუ მანდაც პოლიტკორექტულად ვცდილობთ, რომ გავიდეთ ფონს, ხო რაღაც. არ გაღიზიანების პოლიტიკა მაქედან იწყება ესე იგი. რომელი კლასია ეგა? მეხუთე კლასის ჩემი საქართველოს წიგნში, სადაც არის სვანური კოშკების, როგორც სვანური საცხოვრებელი, აი იქ დავდებ სოციალურ ქსელში და რაღაც გვერდიც იქნება იქ ვითითებული და მარკერითაც მაქვს ეს დაშლილი, რომ აი ტექსტში წერია, რომ ეს არ არის. მოკლედ ამ ყველა სიამოვნებასთან ერთად გვაქვს ეს ამბავი, ხო? რომ ეს უნიფორმები არის სინამდვილეში ეს რაღაცნაირად ერთნაირობის მოთხოვნილება, რომ ბავშვებს ვაცმევთ ამას, რომ თითქოს ერთმანეთსგან არ განირჩეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი ტრაგედიაც არ არის. მე 6 კლასის ჩათვლით მხოლოდ და არასრულად, იქ ალბათ უკვე ფორმების რევოლუცია მოსალოდნელი იქნებოდა. მე იმაში ეჭვი მეპარება, რომ მაღალ კლასებში ან მე 6 კლასში შეიძლება უკვე ბავშვები გააპროტესტონ ეს ფორმები. მე მახსოვს აი მაგალითად სასულიერო გიმნაზიაში რო ვსწავლობდი, იქ იყო პრობლემა რა არის რა, ანუ პრობლემა არის ალბათ კიდევ კომუნიკაციაშიც. იმიტომ რომ მახსოვს რაღაცა ხო იქ ხო გვიწევდა ფორმების ჩაცმა და იქ იყო კიდევ რაღაცა მაგალითად ბიჭს არ შეიძლებოდა რომ ცოტათი გრძელი თმა ჰქონოდა, აუცილებლად უნდა შეეჭრა. და პრობლემა კიდევ იქ იყო ის რომ კომუნიკაცია არ იყო რა, ან რო გეუბნება ეს ვიღაცა თქვა ზემდგომი, მაგალითად მღვდელი ხო ან მოძღვარი, როცა გეუბნება კი არ გიხსნის, არამედ გეუბნება რომ 100-ია საჭირო. და უბრალოდ კითხვა გებადება, პროტესტი კი არა, კითხვა გებადება რომ რატო? ანუ ხო შეიძლება რომ ამიხსნათ რატომ და თუ რაღაც არგუმენტები იქნება და ვიზიარებ ამ არგუმენტებს და გეთანხმებით, მოყვებით და მეწავალ და ჩემი ინიციატივით შევიჭრი, ხო? ხათრით კი არ შევიჭრი და რაღაც ვალდებულებს ინიციატივით შევიჭრი. მაგრამ ეგ არ იყო. ეგ არ იყო და ეგ ცალკე პრობლემაა რა. აი ზუსტად იმ ქვეყნებში, სადაც უფრო ეს ინდივიდუალიზმზე არის გათვლა, ხო, ამ თქვა დასავლურ ქვეყნებში, ევროპის რაც ჩამოვთვალე, იქ ერთ-ერთი ეს საკითხები მოგვარებული წესრიგის საკითხი არის მოგვარებული კომუნიკაციით.
ანუ ისეთი კარგი ჯანსაღი კომუნიკაცია არის მასწავლებელსა და თქვათ მოსწავლეს შორის, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეს შორის, რომ იქ შეთანხმება დგება ზუსტად მაგ კომუნიკაციის ხარჯზე და ეს არის გარანტორი იმის, რომ რაღაცა ეს ქაოსში არ გადაიზრდება ეს ინდივიდუალიზმი. ხო? ამის შიში თუ ვინმეს აქვს, ამით უნდა მოგვარდეს ეგ და ამით გვარდება რეალურად ჩემს სფეროშიც, ანუ თერაპიაზე ზუსტად ეგ ხდება, რომ მოდის ადამიანი ხშირად მოდის დაკვეთა არის, რომ მირჩიეთ რაიმე და აქეთ ფსიქოლოგია უბნება, რომ მე ვერ გირჩევ. ერთად უნდა გავარკვიოთ კომუნიკაცია, რაღაც ურთიერთობით და ხო, იქ რეცეპტები ურჩევნია პირდაპირ. კი, რომ მე არ ვარ რაღაცა ექსპერტი შენი ცხოვრების. გვიჭირს ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენ ცხოვრებაში და აგერ ბატონო უნდა ისა აიგრძალოს თემები რაც არის სულ, ესე იგი, როგორ ვიღაცამ უნდა აგვიგრძალოს, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ეს მოთხოვნილება. ეს და მოდი დავაბრალოთ ბოდსაბჭოთა ცნობიერებას და აი საბჭოთა წარსულს, ხო, ალბათ ეს ყველაფერი გადაივლის. და არა, მე სიმართლე რომ თქვა, მარტო ბოდსაბჭოთა იმას კი არ ვაბრალებ, ანუ ეგ რაღაც თანამედროვე საქართველოს ბრალიც არის რა. ანუ ერთი ის რომ ინერციით მივდივართ, საბჭოთა კავშირის, ხო და მეორე არის რომ ანუ სადღაც აი უკვე ბოლო 10 წელია, შეიძლება მეტი რა. ანუ აი მე ასეთი განცდა მაქვს და ფიქრობ, რომ არ ვწდები ამ განცდაში და ბევრს აქვს ეგ განცდა, რომ ერთ ქვეყანაში ორი ქვეყანაა. ანუ ორი სახელმწიფოა რეალურად რა და ეგ მახსოვს გიგაზედანიას ჰქონდა წარდგენა, მე მგონი კავკასიის ბარომეტრის ღირებულებათა კვლევა იყო. და საქართველოში არის, აი რაც უფრო დრო გავა, ალბათ ეგ უფრო მძაფრად დადგება ეგ პრობლემა, რომ ახალ თაობაში არის როგორი გახლეჩვა რა, რომ აი სადღაც 40% არის თანაფარდობა ახალგაზრდებში ამ ღირებულებებს. ერთი არის, ანუ მივიღებთ ფაქტობრივად საზოგადოებას, რომელიც იქნება აბსოლუტურად გახლეჩილი. ერთი იქნება ძალიან კონსერვატულ ღირებულებებზე აღზრდილი და რომელიც ამას დაიცავს და მეორე იქნება რაღაცა ინდივიდუალიზმს და რაღაცა თავისუფლებას და აი რაღაცა დასავლურ ღირებულებებს, ხო. და ანუ იქნება ორი რაღაცა დიდი ჯგუფი, რომელიც გადაკვეთად თითქმის ძალიან ცოტა იქნება და იქნება ალბათ ძალიან ბევრი დაპირისპირება და კონფლიქტი, რაც არის უკვე, ხო, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო პერსპექტივაში ეგ გამძაფრდება რა და ეგ უფრო დიდი პრობლემა მგონია რეალურად და გამოწვევა მგონია ჩვენთვის ვიდრე კი, აი ხა მაგალითად მე იმაზე ვფიქრობ, იკაცო ამ ბავშვებს ფორმები და ვიღაცამ წამოაყენა იდეა, მოდიო მასწავლებლებსაც ჩავაცვათ ფორმები. ჩავაცვათ. ყველას ჩავაცვათ. მასწავლებლებსაც ჩავაცვათ. მასწავლებლების მოუდი ფორმები. ოღონდ დაწყებითების მასწავლებლებს ჩავაცვათ. ზედა იმას არ ჩავაცვათ. სტივარდესას. Look, არ ვიცი ახლა რაიმე ისეთი მხარე გამოგჩა, რამე ისეთი ხო არ არის რომ არ მიკითხავს და რაღაც თავში გიტრიალებდა რომ არა, მე მგონია რომ ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა. ეკონომიკურ ფაქტორებსაც შევეხეთ. და ფინალური ამბავი ჩვენი პოდკასტის არის ყავა. ხო, ვალისთან ყავაზე შემთხვევით არ ქვია. ჩადასარევი ყავა, პრინცესული. სამსარიულოში რომ ჩამოჯდებიან ყავაზე, ეს მომწონს ყველაზე მეტად ჩემი პოდკასტისვე, ჩემს რესპონდენტებს ამოწყობ. შინაურული გარემო. ავიწყდებათ, რომ კამერებია ჩართული. აი, რაღაცა გითხარი როგორც ფსიქოლოგმა ყავაზე. ახლა, ყავა რო ურთიერთობა, ეს ისეთია. ბანალური და ძველი ამბავია კიდე რა. კითხაობა ყავაზე. კითხაობა, ჩემ დროს იყო ჩემს ბავშვობაში. იყო და ეხლა აღარ არის, რა ვიცი, ჩემ ბავშვობაში როგორ იცით, რამდენიმე მეზობელი იყო, რომელიც მე ჩემ ბავშვობასაც მოესწრო სხვათა შორის კითხაობა. კი, ეს რიტუალი იყო და აბა ჩამიხედე ერთი ასე ეთქოდნენ მე. ზებია ჩემი იმეშვებოდა მახსოვს. ამოყავდა მეზობელი და ის კარგად იყო რა, მოგე გათვითმოერებული და მე ისეთი საინტერესო იყო იქ ფიგურებს რო ხედავ და რაღაცა, რა ვიცი, შეიძლება დახატო კიდეც ისე, ეგ საინტერესოა თვითონ როგორც ესეთი გრაფიკული გამოსახულები. ეხა გამახსენდა ფსიქოლოგიაში არის პროექციული ტესტები და ანუ როშახის ტესტები არის, როცა გაძლევენ რაღაცა გაურკვეველ ნახატებს და შენ რას ხედავ რა და იქიდან მე ინტერპრეტაცია კეთდება, მოკლედ შენი პიროვნული მახასიათებლების შესახებ და ეს ყავა რაღაც ამის იმიტაციაა რა.
თან ისა სწორად უნდა დაგელია, იქეთ უნდა გადაგებრუნებია, მე აქეთ უნდა გადაგებრუნებია ხო და მახსოვს რომ ეს ქალები რომ მკითხავდნენ ერთი ადამიანი იყო რომელიც რაღაცერად უყვარდა რაღაცა დრამატული ამბების თქმა რა იმაში და მეორე უფრო პოზიტიურად მკითხავდა და ყველა იმ პოზიტიურად ვინც მკითხავდა იმისკენ იკაჩებოდა ვინც კარგს გვეტყვის იმას მოусმენთ ხო და მაშინ მივხვდი რომ ეს ყავაზე სინამდვილეში მკითხავდი ეს ხო ფსიქოანალიზი აბა რა განწყობის თეორია მაშინ უნდა დაგეჭირა იმაში როგორ მუშაობდა ხო ანუ ფაქტობრივად პროგრამას აძლევდა ალგორითმი იყო პროგრამას აძლევდა რა რაღაცა ძალიან კარგად იქნებოდა იქ ასე ამბობდნენ კაზიონი დომ ეს იყო მთავრობის სახლი რაღაცა უნდა მომხდარიყო იქ პრივატული სივრცეს მისი ადგილი ჰქონდა იქ სამსახურს თავისი ადგილი რაღაცა ეგეთი ამბავი სიმბოლური რატო ხო ეს რაღაცა ალბათ ისეთი იყო აი მე უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში რაღაცა რელიგიური განათლებაც რო იმატებს ნელ-ნელა მე უკვე ჩაიხსნა ეგ ისა მე მგონი ეგ და კიდე მაგაზე შეიძლება იმანაც იქონია ზეგავლენა რომ ნაკლებად დადის მე მგონი ხალხი ერთმანეთთან ესე ყავაზე რა სახლებში მე მგონი უფრო დადიან თუ ყავას სვამენ ადამიანები ხა მე რასაც ვაკვირდები რა დადიან სადღაც აი ავიცი კაფეში ან რაღაცა ეგრე აი ამან მოიკლო მე მგონი რა რომ აი ერთმანეთთან ავიდე ყავა დავლიო მასთან და აი ამ კულტურამ მე მგონი უკვე ნელ-ნელა ანუ სამეზობლო კულტურა ხო მე მგონი და აი ეგ არის კი ხო ეგეც მგონი ერთ-ერთი თავარი განსაზღვრელი სამაგროთ ეგრეთ ჩემთან არის შენარჩუნებული ტრადიცია ხო და გაცოცხლებულია მოკლედ პოდკასტის ჭრილში კი დიდი მადლობა ლუკა მგონია რომ ძალიან საინტერესო და ინფორმაციულიც გამოვიდა დიდ მადლობას გადავხდით ჩვენს მაყურებელსაც ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო ლუკა გაფრინდაშვილი და ჩვენ შევეცადეთ რომ გველაპარაკა უნიფორმების ავკარგიანობაზე